მთავრობის გასვლით ის ხდომა აჭარაში მინისტრთა კაბინეტის შეკრებას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს პირდაპირ ეთერში ვრთავთ ბათუმს. იმიტომ რომ იცით რომ ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში ქონდა მნიშვნელოვანი ინიციატივა საქართველოს მთავრობის თბილისის მერიის შენებლობის სტიმულირების შესახებ და ჩვენ ვიმყოფებით ახლა ყველაზე გრანდიოზული სასტუმროს მშენებლობაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავიზღვისპირეთის რეგიონში ბათუმის Hyatt Regency-ის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე. ეს არის თითქმის 100,000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა. ძალიან საინტერესო არქიტექტურით, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და რა თქმა უნდა ეს არის ამ ეტაპზე ასეულობით დასაქმებული ადამიანი ამ მშენებლობაზე, მომავალში კიდევ უფრო მეტი დასაქმებული მომსახურების სფეროში აქაური და საქართველოს, ზოგადად საქართველოს მოქალაქე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს არის ასევე სასტუმრო, რომელიც იქნება ერთ-ერთი სიმბოლო აქაურობის, თუმცა მე მიჭირს თქმა, რომელი უფრო მეტი სიმბოლო იქნება, იმიტომ რომ აქ შენდება აქ თბილისში, ქუთაისში და იმედი მაქვს უახლოეს ხანში ფოთში შენდება რამდენიმე ათეული მსოფლიო დონის ახალი კომპლექსი. აქ ჩვენ ბათუმში იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ბათუმი ლამის ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც არა მხოლოდ არ გაჩერებულა მშენებლობა მსოფლიო კრიზისთან დაკავშირებით, არამედ ბოლო თვეებში განსაკუთრებით, როცა გაჩერდა თენი მშენებლობა და თქვენც ბევრს დადიხართ და არ მომატყუებიებთ და ხალხმა ვინც იცის დადის ისწავლობს ამ საკითხებს იცის, თლიანად გაჩერებულია მშენებლობა ესპანეთში, თითქმის თლიანად არის გაჩერებული მშენებლობა შავიზღვისპირეთის რეგიონში, თლიანად ევროპაში დიდი პრობლემებია. საქართველოში სამშენებლო სექტორს აქვს პრობლემები და სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას ეძღვნება სამთავრობო ინიციატივა, იმიტომ რომ საუბარია 10,000-ობით სამუშაო ადგილისადმი შექმნილ საფრთხეზე, საუბარია საბინაო ფონდზე ჩვენი საზოგადოებისთვის და თლიანად განვითარების პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნისთვის. აი ამ პირობებში, ამ ქალაქში ბოლო თვეების განმავლობაში პროექტების და რეალური განხორციელების დონეზე პრაქტიკულად გაორმაგდა მშენებლობის ტემპი. და მე მინდა ხაზი გაუსვა. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულ სახსრებს ვდებთ. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ბათუმი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ბათუმი, მე განსაკუთრებით მიყვარს ბათუმი, მაგრამ ჩვენ ბათუმს განსაკუთრებულ მოპყრობას რაღაცნაირად არ ვაძლევთ და განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ ვანიჭებთ. რაღაცნაირად ხდება და რაღაცნაირად კი არა, მე ვფიქრობ ამას აქვს კონკრეტული მიზეზები, რომ აქ შენებლობა არა მხოლოდ არ შეჩერებულა ჯერჯერობით, არამედ ტემპი გაიზარდა. ჩვენ გვინდა რომ ეს გამონაკრისი კი არ იყოს დანარჩენ საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ ეს იქცეს დანარჩენი საქართველოს განვითარების წესად. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა მთავრობა, სწორედ ამიტომ სპეციალურად ვუთხარ რომ შენებლობას არ გაჩერებულიყო, თუმცა აქ რასაც უყურებ ჩვენ ნახევარი ტემპის შენებლობის მაინც დავაგდეთ, იმიტომ რომ დავიკავეთ ნაწილი სამშენებლო მოედნის, იმედი ამას ადგილობრივი კომპანიები გვაპატიებენ. და ჩაგვითვლება ისეც რომ რეკლამას ვაკეთებთ მომავლისთვის ამ სასტუმრო კომპლექსისთვის. მე გთხოვთ პირველი ალბათ ნიკა გილაური ისაუბრებს და შემდეგ თბილისის მერი. კი ბატონო, მოგახსენებთ როგორც ჩვენ საზოგადოების შევკვირდით, ბოლო თვე-თვენახევრის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, თბილისის მერიასთან ერთად და რაც თავარია კერძო სექტორთან ერთად. აქ ჩაბმული იყო მუშაობაში ჩაბმული იყო როგორც საბანკო ასოციაცია, ასევე მშენებართი ასოციაცია. რეალურად განვიხილეთ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი და ბოლოს შევჯერდით იმ 5 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ რამოდენიმე დღის წინ. რა არის მიზანი ამ 5 პუნქტის? მიზანი არის ეკონომიკური აქტივობის ზრდა,
მიზანი არის ის, რომ საბანკო სექტორს შეუქმნათ ისეთი სტიმულირება, რომ მან გაზარდოს დაკრედიტებას კერძო სექტორის, გაზარდოს ის კრედიტები, რომელიც უნდა მისცეს მან კერძო სექტორს და მომხმარებელს, და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ახალი სახსრების მოზიდვა ქვეყანაში. ჯამში ეს იყო სწორედ ამ მიზანი ამ პაკეტის შექმნის და რაც მთავარია, ასევე მინდა გახაზი გავუსვა, რომ ეს პაკეტი გარკვეულწილად გაწერილია დროში და კარგად ჯდება სხვადასხვა ეტაპის განვითარებისთვის. ანუ პირველი რამოდენიმე ნაწილი ამ პაკეტის არის ისეთი, რომელსაც მყისიერი შედეგი ექნება დადებითი, რაღაც ნაწილის შედეგ ჩვენ დავინახავთ შემოდგომა ზამთრის პერიოდში და ბოლო პუნქტი ამ პაკეტის რეალურად განსაზღვრულია მომავალი წლისთვის. ამასთან მინდა დავამატო ის, რომ ჩვენ რეალურად ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის ზრდას ბოლო თვის განმავლობაში. აპრილ-მაისი იყო საკმაოდ მძიმე, თუმცა ივნისი არის ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული. შესაბამისად, აი ამ ზრდას ჩვენ დავუმატებთ აი ამ ფინანსურ პაკეტს, რომელიც გაზდის ეკონომიკურ აქტივობას როგორც სამშენებლო სექტორში, ასევე საბანკო სექტორში. გარდა ამისა, ის 4.5 მილიარდ დოლარიანი პაკეტი, რომელიც ჩვენ უცხოეთიდან მოგვდის, ასე ვთქვათ, და რომელიც დააფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამის შედეგებსაც ჩვენ რეალურად ვნახავთ სადღაც შემოდგომა ზამთრის პერიოდში და შესაბამისად ჩვენ აი ამ მომენტუმს შევქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, გაიზარდოს დობა ინვესტორებისა ქვეყანაში, ქვეყნის ეკონომიკაში, გაიზარდოს დობა უბრალოდ მომხმარებლისა ქვეყნის ეკონომიკაში. 5 პუნქტია, ძირითადად ერთი პუნქტი მიმართულია სწორედ ძველი თბილისის პრობლემატიკის მოგვარებაზე და სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემის მოგვარებაზე. მოდი რეალობა თქვა და სამშენებლო სექტორი საკმაოდ თუნდ მდგომარეობაშია, გაჩერებულია რამოდენიმე ათეული მშენებლობა. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აი ამ პროგრამით, რომელიც ჩვენ გამოვაცხადებთ, ერთდროულად გადავწყვიტავთ ნაწილობრივ მაინც. ანუ ეს იქნება ბიძგი. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ის რომ ყველა სამშენებლო სექტორის და ყველა სამშენებლო კომპანიის პრობლემა გადაწყდება და სრულად ძველი თბილისის პრობლემა. არა, ეს იქნება ძირითადი ბიძგი, რომელიც სერიოზულ სტიმულს მიცემს სამშენებლო სექტორს, საბანკო სექტორს და ასევე მოაგვარებს გარკვეულწილად ძველი თბილისის პრობლემატიკას. მე მინდა ახლა გიგის ვთხოვო, რომ ამის დეტალებზე მან გაამახვილოს ყურადღება და დანარჩენ 4 პუნქტზე მე გავაგზავნებ. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ბატონო ლევა. გარემო ნამდვილად ოპტიმისტურია აქ და მიმაჩნია, რომ ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ რეალურად ხელი შევუწყოთ რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემის მოგვარებას ჩვენ ქალაქში. პირველი პრობლემა არის ის, რომ თბილისში დღეს 527 მრავალბინიანი საცხოვრებელი მშენებარე სახლიდან 250 სრულფასოვანი მუშაობით მუშაობს, ანუ შეფერხება არ აქვს. 120-მდე მშენებლობა ნაწილობრივი შეფერხებით, ხოლო დანარჩენი არის გაჩერებული სხვადასხვა ეტაპზე. ნახევარზე მეტია დაახლოებით ნახევარზე მეტია, უბრალოდ ამ ნახევრიდან დაახლოებით 30-40% ნელი ტემპით მუშაობს, დანარჩენი მთლიანად გაჩერებულია. გაჩერების მიზეზები სხვადასხვა, დაწყებული იქიდან, რომ სოფლიოში არის კრიზისი და ყველაზე მეტად ეს სამშენებლო სექტორს დაარტყა ამ კრიზისმა, დამთავრებული იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში და არასწორი მენეჯმენტით იმართებოდა ესა თუ ის კომპანია, რამაც შემდგომში უკვე კრიზისულ პერიოდში გაჩერება გამოიწვია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა პროგრამა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ძირითად ქალაქში ყველაზე ესეთ ფუნდამენტურ პრობლემას შევუტევდით. ეს არის პირველი ავარიული და მძიმე საცხოვრებელი საბინაო ფონდი ქალაქის სხვადასხვა უბანში. ეს არის ძირითადად ძველი თბილისის რაიონი, ეს არის ნაძალადევის რაიონის ნაწილი, ეს არის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ნაწილი. და თქვენ პრეზენტაციაში წარმოდგენილი გაქვთ რამდენიმე პირველადი დამუშავებული არეალი, რომელიც უკვე შეიძლება გამოყენებული იყოს შემდგომი დამუშავებისთვის მენაშენებთან ერთად. ამავდროულად იცით რომ წვიმა არ გავა, მიწისძვრას და რაიმე სხვა ფორს მაჟორს აღარ ვამბობ არაფერს, რომ მუდმივად ჩვენ გვაქვს პრობლემები ასეთი ტიპის სახლებში. ასევე პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხშირად მენაშენებისგან გაგიგიათ ალბათ, რომ აი 10 მოსახლე თანახმა, 2 ჭირვეულობს და ჩვენ აი ვერ მოვახერხეთ ამ პროგრამის ესე ვთქვათ შეკვრა იმისათვის, რომ ჩვენ შემდგომი საინვესტიციო პროგრამა გამგვეხორციელებინა. მეორე პრობლემა, როგორც გითხარით, ეს არის გაჩერებული, შეჭერებული მშენებლობები უსახსრობის გამო. მესამე პრობლემა არის ბანკები, რომლებიც ერიდებიან იმის გამო, რომ მთელ სოფლიოში და ჩვენთანაც
დეველოპერებზე და მშენებლობაზე ნაკლები იპოთეკური სესხები და სამშენებლო სესხები გაიცემა. Აი ამ სამი ძირითადი პრობლემის მოგვარებისთვის არის სწორედ ეს პროგრამა ვთქვათ მოფიქრებული. მშენებელი მიდის ნებისმიერ ასეთ მძიმე ავარიულ საბინაო ფონდში. ეს იქნება, როგორც გითხარით, ნებისმიერი ის უბანი, რომელიც დავასახელე, ან ნებისმიერი ის სახლი, რომელიც ძალიან მძიმე ავარიულობით გამოირჩევა. და როგორც წესი, სხვათა შორის ეს სახლები არის კომერციულად საკმაოდ მიმზიდველ ადგილას. მშენებელი მიდის და ემუშავება ადგილობრივ მოსახლეობას. ამ პროგრამაში მონაწილეობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან არის ნებაყოფლობითი. ანუ ადამიანი თვითონ ირჩევს, სურს თუ არა მას წამოვიდეს ითანამშრომლოს ამ პროგრამაში და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობა. ანუ ესე ვთქვათ, ძალიან გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, ჩვენ რეალურად თავასობთ, როცა ადამიანს ყავს ძველი ამორტიზირებული მანქანა, რომელიც დღე და ღამე ტანჯავს, ხანსად გაფუჭდება და ხარა გაუფუჭდება, ჩვენ თავაზობთ, ვთქვათ, იგივე თუ ყავს ძველი Opel Vectra, თავაზობთ ახალ Opel Vectra-ს. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ადამიანს აქვს ძველი Opel Vectra, ახალ Mercedes ვერ მიიღებს. ამიტომ მეორეს მხრივ მონაწილეობა არის აუცილებელი და მათი მხრიდან, მოსახლეობის მხრიდან არის ნებაყოფლობითი და იმავდროულად ეს მოთხოვნები უნდა იყოს ადეკვატური იმისათვის, რომ მენაშენემ და მოსახლემ შეძლოს საერთო ენის გამოძებნა. როგორც კი შეიკრება ესე ვთქვათ წრედი, ანუ ერთი სახლი იქნება, ერთი კვარტალი იქნება, სადაც ყველა თანახმა მიიღოს სხვადასხვა ქალაქის უბანში, ან იგივე უბანში, მშენებარე სახლში ბინა, იწყება უკვე მეორე ეტაპი, ანუ ჩვენი თავდებობით ბანკები აძლევენ სესხს ამა თუ იმ კომპანიას და კომპანია ასრულებს მშენებლობას. მას შემდეგ რაც მშენებლობა სრულდება და როგორც წესი მშენებლობის დასრულებისთვის მაქსიმუმ წელიწად ნახევარია საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ მშენებარე სახლებზე, ეს ხალხი იუმჯობესებს საკუთარ საცხოვრებელ პირობებს და ძველი დანგრეული ავარიული სახლებიდან გადადიან ახალ სახლებში. და სწორედ აქ წყდება უკვე მათი საკუთრების უფლება, როგორც კი ახალ ბინებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით მიიღებენ, უკვე ეს საბინაო ფონდი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და შემდეგ უკვე კვლავ ბრუნდება ეკონომიკაში. ანუ გამოდის ერთი რამდენიმე თვის შემდეგ მშენებელს ჩვენ თავაზობთ, იგივე ფასად შეუძლია მან ეს იყიდოს, თუ არა და გამოდის ეს აუქციონზე და აუქციონზე რანაირადაც გაიყიდება, სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის ის თანხა, რა თანხაც ბანკს და დეველოპერს გადაუხადა სახელმწიფომ და ზემოდან მოგებული თანხა მიდის ისევ დეველოპერთან, მშენებელთან, ანუ ისევ ბრუნდება ეკონომიკაში. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ვიღებთ რას? ვიღებთ პირველ რიგში გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს და ეს მუდმივი თემა, უკვე წლების და შეიძლება ითქვას ათწლეულების პრობლემა ქალაქის იქნება დაძლეული ეტაპობრივად და რაც თავარია ადამიანი თვითონ მონაწილეობს ამაში საკუთარი ნებას სურვილით. მეორე, აი ამ გაყინული ეკონომიკის პირობებში ჩვენ სტიმულირებას უკეთებთ ბანკებს დააკრედიტონ მშენებლობები და მშენებლობები იღებენ და ჩვენ აქ ვიღებთ და გადავარჩენთ იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც ქალაქში დაახლოებით 20-25,000 დაიკარგა უკანასკნელ პერიოდში და ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ მშენებლობებზე მოდის. და მესამე, ჩვენ ვიღებთ ასევე სტიმულირებას ბანკებისთვის, რადგანაც ბანკისთვის აუცილებელია, რომ აი ამ მოძრაობაში იყოს ჩართული, სხვა მხრივ ბანკი ფაქტიურად სასავად გადაიქცევა. აი ეს არის ძირითადი მონახაზი ამ პროგრამის. მთავარი ფაქტორი, როგორც გითხარით, არის მონაწილეობა ნებაყოფლობითი მოსახლეობის მხრიდან, შეჯიბრებითობა, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო და მერია, რომ იყოს გამორიცხული ნებისმიერი გარიგება და კორუფცია, მშენებლობა, სამუშაო ადგილები და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები. და ეკონომიკის სტიმულირება და ეკონომიკის ამუშავება ამ ძირე პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პროგრამის ეფექტური ამუშავების შემთხვევაში შევძლებთ ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას ჩვენს ქალაქში, ისევე როგორც ეკონომიკურის, ასევე წმინდა საცხოვრებელი და სოციალური პრობლემის მოგვარებას. დიდი მადლობა და თუ შემდეგ შეკითხვები გექნება, ძვირფასობრივად. შეკითხვები რა არის? ჩვენ სად ველით ყველაზე მეტ ინტერესს ამ რომელ უბნებში, ამ პროგრამის მიმართ? ძირითადად, როგორც გითხარით, იმ უბნებში, სადაც ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობები. ეს არის ჩუღურეთის რაიონი.
ეს არის ძველი თბილისის მთელი რიგი რაიონების, ეს არის ცენტრალური ნაწილი, ეს არის აბანო-თუბანი, ეს არის კალაუბანი, ეს არის ასევე დიდუბეში ვახუშტის ხიდის გაგრძელება, სადაც ძალიან მძიმე საცხოვრებელი პირობებია. ასევე ეს ეხება ნაძალადების ნაწილს, რომელშიც ასევე ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე, ძველი და ავარიული საცხოვრებელი ფონდი. ანუ ძირითადად ეს ეხება პრაქტიკულ ავლაბარს, ბუნებრივია, ავლაბარში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით. მეორეს მხრივ ეს როგორც ხედავთ თქვენ კომერციული თვალსაზრისითაც საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ იმის გამო რომ არის ძველი თბილისი, იმის გამო რომ აუცილებელია იქ ჩვენ შევინარჩუნოთ რეგულაცია, რომ არ მოხდეს ეს ვთქვათ ძველი თბილისის გადაქცევა ვთქვათ და დაემსგავსოს ნუთუბიზის პლატოს, ამიტომ რეგულაცია არის საკმაოდ მკაცრი და შესაბამისად ინვესტორებიც ხშირად გაურბოდნენ. ორი პირობის გამო ეს იყო ის, რომ შეუთანხმებლობა მოსახლეობასთან და მეორე მკაცრი რეგულაცია. ასეთ პირობებში, როდესაც მოსახლეობის პრობლემა, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხარჯზე მოგვარებულია, ბევრად უფრო ადვილი და ფინანსურად მიმზიდველი გახდება თვითონ საკუთრივ გამონთავისუფლებული შენობების, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ძეგლების რესტავრაცია, რეაბილიტაცია და იმ ავტენტური თუ ძველი სახის შენარჩუნება და მათ შორის კომერციალიზაცია. ასეთ პირობებში ჩვენ მართლაც შევძლებთ, რომ ფინანსურადაც გამართლებული იყოს ამა თუ იმ მშენებლისთვის ძველ თბილისში მუშაობა, ისე რომ შეინარჩუნოს იერსახე და არ დაზიანდეს აი ეს ბუნებრივი და ეს ძველი ისტორიული ქსოვილი, რასაც ძველი თბილისი ქვია. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა მიწისძვრის შემდეგ, მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, თუმცა ვიყავით თბილისის საკრებულოში და სამწუხაროდ ბევრი ვერაფრით ვერ დავეხმარეთ იმ ხალხს, რომელთაც ამ მიწისძვრის შემდეგ კიდე გავიდა რამდენი უკვე მე-7 წელი თუ მე-8 წელი და პრაქტიკულად აშჯერ უფრო დამძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისე ვიდრე როდესმე იყო ეს ხალხი. ამ ჩვენ ძველი უბნის ცენტრის გადასახადს თუ ტურისტულ გადასახადს რა ბედიათ ეძლია? ეს ტურისტული გადასახადი არ იყო, ეს იყო თანამონაწილეობის, როდესაც რესტავრაცია ხდება, თუმცა კანონი მიღებულია, მაგრამ იქ იყო რატიფიკაცია ჭირდება ადგილობრივ თვითმმართველობებს, ანუ საკრებულოს და საკრებულომ ნულოვანი განაკვეთი დააწესა, ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელია დღეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციალური პირობებიც არის ძველ თბილისში და თქვენ იცით რომ მე მთლიანად ვემხრობი ამას, იმიტომ რომ საუბარი რაზეა, ჩვენ პრაქტიკულად მაშინ კარგად ვერ დავთვალეთ და იყო გაუაზრებელი. რატო? არ შეიძლება დასჯის მეთოდით სტიმულირება განვითარების, ან შეზღუდვის მეთოდით. განვითარების სტიმულირება შეიძლება მხოლოდ ინტერესით. ეს ხალხი ჩვენ ამას ვეუბნებოდით, რომ შენ მის დანაშავე ხო არ არის ზოგიერთის ბაბუა ცხოვრობდა იქვე. და რეალურად ვეუბნებით, რომ შენი ბაბუა რადგან აქ დასახლდა ვეუბნებოდით, მაშინ გადაიხადე ამაში გადასახადი. საუბარი არის იმაზე, რომ ეს ხალხი მართლაც და განსაკუთრებით იმ წლების წინა წლებში და ადრე გაკვეთებია შეიძლება უფრო მეტი ეფექტიც მოიცა, ზის ოქროს საბადოზე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება საქართველოში. ეს ქონება და ეგენ მარჯვენა ძველი ბათუმის ქონება რამდენიმე ადგილია კიდე ასეთ საქართველოში, რომელიც მართლა არის ყველაზე ძვირად ღირებული. აქ ჩვენ უნდა შევქმნათ ეკონომიკური ინტერესი, რათა ეს განვითარდეს. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ის ძალიან ადვილი სისტემა, რომელიც ჰქონდა ჩვენ დეველოპერებს, ესე იგი მშენებლებს, ეს დამთავრდა. ადრე როგორ იყო? ყველა იძახოდა, რომ მოდი ეხლა ცოტა ფული რაღაცა მაქვს, ან ფული არა მაქვს და ფული შოვნამი და მოდი დავიწყო მშენებლობა. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა იწყებდა მშენებლობას. გეგონება ეს არის ადვილი საკითხი. და სანამ კრედიტი იყო შედარებით ხელმისაწვდომი, სანამ მშენებლობა იყო შედარებით ადვილად დასაწყები და ადვილად გაყიდვადი იყო ეს ყველაფერი, ყველა ამას აკეთებდა. აქ იყო რამდენიმე ფაქტორი, ჯერ ერთი უცხოეთში ყოფილი ქართველები ყიდულობდნენ ამ ბინებს და ახლა ეს ჩაიკეტა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რუსეთში წაუვიდა ცუდად საქმე ეკონომიკას, უკრაინას ერთ სიტყვით საიდანაც ყიდულობდნენ ამას ყველაფერს. მეორე იყო ის, რომ შიგნითაც საბანკო სისტემა უფრო ადვილად გასცემდა ამ კრედიტებს, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზაზე შემოდიოდა უფრო მეტი საკრედიტო რესურსი და სანამ ჩემ ძირითად გამოსვლაზე გადავიდოდი, მე მინდა ნიკას ვკითხო ბანკებთან დაკავშირებით რას ვაკეთებ ჩვენ, რომ სტიმული რომ მივცეთ კრედიტების გაცემის.
ჯერ ამას დავამთავრებთ ამ თემას, რომ კარგი რა აქვს აი ამ პროგრამას ერთი ის არის, რომ რეალურად რისკებს ინაწილებს სახელმწიფო, საბანკო სექტორი და სამშენებლო სექტორი იმ რისკებს, რომელიც მათ უნდა ქონდეთ თავის თავზე. მოსახლეობის მხრიდან ნულოვანია რისკი. მოსახლეობის მხრიდან ნულოვანია რისკი, მოსახლეობის ჩართვა ამაში მათ ნებაზეა დამოკიდებული, სამშენებლო სექტორი ელაპარაკება მოსახლეობას და ისუდებს ხელშეკრულებას, საბანკო სექტორი აკრედიტებს სამშენებლობას, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ გარკვეულწილად გარანტიას იძლევა, რომ აი ამ გამოთავისუფლებულ მიწას იყიდის. აი ეს არის ის სქემა, რომლის დადებითი ეფექტი ჩვენ აუცილებლად გვექნება უახლოეს მომავალში, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ სამშენებლო სექტორი ამაში დარწმუნებულია, ისიც იყო ჩართული ამ პროგრამის შემუშავების დროს. რაც შეეხება დამატებით საბანკო სექტორზე ორი სხვა პუნქტია არის ნახსენები ამ ჩვენს ახალ ფინანსურ პაკეტში. ერთი ეს არის კაპიტალის ადეკვატურობის მნიშვნელის შემცირება, ანუ აქამდე ყოველ $100 გაცემულ ცეცხლზე ბანკს უნდა ქონოდა თავის საკუთარი კაპიტალი $21. ლაპარაკია დოლარებში გაცემულ ცეცხლზე. დღეს ცეცხლების დოლარიზაცია არის დაახლოებით 66%, ანუ გაცემული ცეცხლის 66% არის დოლარში. შესაბამისად მოთხოვნაც სწორედ ამაზე იყო, თუმცა განსათვალისწინებელი იყო აქ ის, რომ ბანკს ჰქონდა საკმაოდ დიდი ფული, მას შეეძლო ცეცხლი გაეცა, ანუ რესურსი ჰქონდა, აქვს ამისი, თუმცა აი ამ მოთხოვნის გულისთვის, რომ ძალიან მაღალია მოთხოვნა საკუთარი კაპიტალზე, ის რეალურად ვეღარ გასცემდა ამ ცეცხლებს და მე მაინტერესებს 9 აპრილის წინ რო გაიქცა ანაბრე ბანკებიდან. მე მინდა ალბათ გახსოვთ და იცით, თუ არა და ინფორმაცია ეგზავნება მთავრობის წევრებს, მე მეგზავნება ყოველ შემთხვევაში. 9 აპრილის წინ ქვეყნის დაქცევის გამოცხადებული ქრონიკის წინ, როცა ჩვენმა პატივცემულმა და რა ვიცი, რადგან პატივი იმ ხალხს, ვინც ამას ამბობდა, გამოაცხადეს, რომ ქვეყანა გაჩერდება, ქალაქი მოკვდება, გზები ჩაიკეტება, ყველაფერი აირევა და დაემხობა. გაიქცა ბანკებიდან რამდენჯერმე მეტი ფული, ვიდრე რუსეთის ბომბების ქვეშ. ის რაც რუსეთმა ვერ გააკეთა 200 თვითმფრინავის დაბომბით და 100,000 ჯარისკაცის შემოჭრით, ამათ გააკეთეს თავის განცხადებებით. ახლა ეს ფული ბრუნდება უკან თუ არა? კი, დაბრუნებულია სრულად აბსოლუტურად დეპოზიტების ზრდა არის სახეზე და საკმაოდ საგზნობის ზრდა და ეს მოხდა რეალურად მაისის ბოლო კვირიდან, აი მთელი ივნისის პერიოდის განმავლობაში. ბოლო 5 კვირის განმავლობაში გვაქვს ძალიან სერიოზული და მე მინდა უთხრა ხალხს რა არის ეს ფული. ეს არის ფული, რომლითაც კრედიტდება, ეს შენებლობები. ეს არის ფული, რომლითაც გაიცემა ხელფასები ასეულობით 1000 ადამიანისთვის. ეს არის ფული, რომლითაც ჩვენი ბავშვები სწავლობენ სკოლაში. ეს არის ფული, რომლითაც ჩვენ ვასწავლეთ სოციალურ დაუცველებს. ეს არის ფული, რომლითაც გავცემთ პენსიებს. ამათ მთავრობას კი არ დაარტყეს. ამათ თავის განცხადებებით დაარტყეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე უფრო გაჭირებულ და დაუცველ ნაწილს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე. თვითონ ზოგიერთი მათგანი 100 მილიონიან ქონებას ფლობს და დადის პორშეს ჯიპებით. სხვადასხვა მათ მიერ ორგანიზებულ აქციებს და ადამიანს ვინც ყოველდღე იბრძვის იმისას, რომ 5 ლარი იშოვოს იმ დღეს, იმას შეუქმნეს პრობლემები. და მარტო ქალაქში, თბილისში ყველაზე უფრო მეტად ვისაც ჭირდებოდა, ჩემი დათვლით 20,000-მდე სამუშაო ადგილი დავკარგეთ. სხვადასხვა თუ მეტი თუ ნაკლები. აი ეს არის კონკრეტული პოლიტიკის ან ანტიპოლიტიკის შედეგები. საბედნიერო არის ის, რომ მე ვფიქრობ, საზოგადოება აიცრა ახლა უკვე ასეთ პოლიტიკაზე და რეალობა არის ის, რომ ბანკებზე დაბრუნდა ფული, რეალობა არის ის, რომ ინვესტიციები წამოვიდა ისევ საქართველოში. შენებლობები გაცოცხლა, მათ შორის თბილისში მე უყურებ ყოველდღე დავდივარ, ამ დღე-გამოშვებით მაინც უყურებ დიღმის ტრასაზე და უყურებ, რომ დაკონსერვებული შენებლობები იქ ბევრი იყო გაჩერებული და ჩარტე მე რაც თქვი სტატისტიკა, ეს არის ბოლო მონაცემი, რომ ავიღოთ 2 თვის წინანდელი პრაქტიკულად დაახლოებით 80% გაჩერებული. ეხლა უკვე დაიწყეს ეს პროცესი. აბსოლუტურად ყველა მონაცემით ბოლო 5 კვირა არის ძალიან პოზიტიური ზრდა არის სახეზე, როგორც დეპოზიტების მხრივ, ასევე საკრედიტო პორტფელის მხრივ, ასევე საგადასახადო საბაჟო შემოსავლების მხრივ, ასევე ჩვენ მოგდის მაგათ ინფორმაცია ყოველდღიური ელექტროენერგიის მოხმარება საწარმოების მიერ. და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე სხვა შორის და გაზის მოხმარებაც. ესეც გაზრდილია, ავტომობილების გაყიდვის რაოდენობაც გაზრდილია, ანუ ჩვენ ავტომობილების გაყიდვა რამდენი რეგისტრდება? 13,000 იყო, 11,800 იყო, 13,000 ავიდა, ანუ ეხლა ჩვენ რაც გვინდა, ჩვენ გვჭირდება პროაქტიული ჩართვა მთელი ბიზნეს სექტორის ამ განვითარების პროცესში. რეალურად თავარი საკითხი ახალი დაკრედიტების. ჩვენ ბანკებს შედარებით სხვა ქვეყნების ბანკებთან არ ვიცი ფინანსთა მინისტრს შემისწოროს თუ ცდებით მე მონიტორინგს აკეთებთ
რეგიონის ბანკებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მასშტაბების გათვალისწინებით და ჩვენი განვითარების ზონის გათვალისწინებით, შედარებით აქვს უფრო მეტი საკრედიტო რესურსები. რამდენი? 500 მილიონი მიიღეს გასულ წელს, უკვე რაც ჩარიცხულია და დამატებით წელს ველოდებით 200 მილიონი დოლარის რესურსს, რაც კიდევ დამატებით იქნება აზიის განვითარების ბანკიდან და მსოფლიო ბანკიდან. კიდევ პლუს ველოდებით 30 მილიონი ეს იქნება ოპიკიდან დაფინანსება. ეხლა ამ დროის განმავლობაში ალბათ კიდევ დამატებით თანხა გამოჩნდება. საბოლოო ჯამში თუ იმას ჩავთვლით, რა ჩარჩა უკვე მიიღოს 500 მილიონი, პლუს ის წელს დაახლოებით 300 მილიონს მაინც მიიღებენ, 800 მილიონი დოლარიანი რესურსია. მოდი ესე თქვა, ძალიან მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ. დღეს საბანკო სექტორს აქვს საკრედიტო რესურსი და აი ამ ორი პუნქტის განხორციელებით 700-დან 800 მილიონ ლარამდე გამოუთავისუფლდება მას იმისაც რომ დააკრედიტოს ეკონომიკა. აი მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვაცხადეთ, მე ვიცი რომ საბანკო სექტორი უკვე მუშაობს ახალი პროდუქტების დანერგვაზე, მიკროსესხებზე, მცირე სესხებზე, ანუ ახალ ბაზრების შესვლაზე. ანუ რეალურად ჩვენ სტიმული მივეცით მართლაც უკვე გამოცხადებითაც კი სტიმული მივეცით იმას რომ საბანკო სექტორი გააქტიურდეს და ის გარკვეული კონკურენცია დაბრუნდეს საბანკო სექტორში რომ მათ მოისწინონ კერძო კომპანიები თავით. მე რომ ის რომ ბანკებს აქვს ფინანსური მდგომარეობა ძირითადად აქვს კარგი შედარებით. ეს ჩემში შიდა მდგომარეობა და რესურსების თვალსაზრისით ვიძახი. ეს არ არის დალხენილი სიტუაცია, სოფლიო ბაზარზე არის პრობლემები, მაგრამ მე ვიცი ძალიან ბევრი ცნობებიდან. და ერთ-ერთი ბანკის მაგალითად მენეჯმენტმა ამას წინათ მინდა გაგახაროთ, თუ გაგიხარდებათ ეს, შეუკვეთა თავისთვის თუ არ ვცდები 12 ვილა ატლანტიკის სანაპიროსთან ევროპაში. აქ მთელი უცხოეთი აქ ჩამოდის და გვეხვეწება რომ მიწამივცეთ რომ ვილები აიშენო და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ძვირად გავყიდოთ და ხშირად ზედმეტი მოგდეს. და როცა ბანკი ფთხილობს აი მივცეთ კრედიტი არ მივცეთ ამ დროს ზის ფულზე ზოგიერთი იხჩობა ფულში და ზოგიერთმა აღარ იცის ფულის საწაიღოს და პირდაპირ ატლანტიკის ოკეანეზე აშენებს სახს რომ წელიწადში ერთხელ ჩავიდეს ალბათ 3 დღით. ის ხალხი ვისაც შეუკვეთეს იმათ პირგაღებულებ გითხეს რომ კი მაგრამ ამ ხალხს ასეთი ქვეყანა აქვს, ასეთი პერსპექტივა აქვს. ატლანტიკის ოკეანე თან იმ ქვეყანაში შეუკვეთეს სადაც თვითონ არის ჩვენზე 10-ჯერ მეტი კრიზისი. ამიტომ მე ყველას მოუწოდებთ რომ ისარგებლოს დღეს ეკონომიკაში ფულის ჩადების შესაძლებლობით. დღეს საქართველოს ეკონომიკაში არის გამოცოცხლების ნიშნები, ესე იგი არის რეალურად მათ შორის ვისაც ძალიან უყვარს ფული, მათთვის გამდიდრების კარგი შესაძლებლობა. და წესით ბიზნესში ვინც არის, იმას ეს უნდა უნდოდეს. მაგრამ ფული იმისთვისა, რომ შენ ქვეყანას მოახმარო და შენ განვითარებას და არა გაურკვეველ კაპრიზებს. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ ამაზე ყოველდღიურად გავდიოდეთ ამ საკითხს და ყოველდღიურად ამ საკითხთან დაკავშირებით გქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ უნდა გქონდეს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა კრედიტს უნდა მოვლა და ყველა კრედიტს უნდა გაფრთხილება. ყველა მშენებლობაზე უნდა დაწესდეს მონიტორინგი. აი მე ვიცი რამდენს როგორ საქართველოს თავრობა როგორ მუშაობს ამაზე, მე ძალიან ბევრს მუშაობს ფიდის ამაზე. მაგრამ ეს არის ყველა დონეზე, ყველა მოხელე უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად გაადვილოს ყველაფერი. მაქსიმალურად არ მხოლოდ გაადვილოს, უნდა უბრალოდ წმენით გამშვალოს, რომ შენებლობა არ მნიშვნელოვანი. ეხლა აი აქ ბათუმში როცა ჩვენ დავიწყეთ 4 წლის წინ განვითარება, მოვიდნენ უცხოელები, მოვიწვიეთ ფირმები, გითხეს, ნუ თქვენ ყავთ წელიწადში 200,000 ტურისტი, თქვენ ალბათ ნუ დიდი ერთ სასტუმრო დაგჭირდებათ კიდე დამატებით იმისი რაც არის იმ ტურისტი და პატარა რამდენიმე სასტუმრო. 200,000 ტურისტი ყოველ წელიწადს იქნება 5-10%-ის და შემდეგ. იმის გამო რომ ჩვენ ყველას ვემუშავებთ. იმის გამო რომ ვარშალომიძე მართლა ყველას დაანახა პერსპექტივა. დღეს აქ შენდება იმდენი სასტუმრო რომ აჭარა რამდენი ვინც არ უნდა იქილიკოს. მიიღებს 3 მაქსიმუმ 4 წელიწადში 2 მილიონი ტურისტს. ორჯერ მეც ვიდრე საბჭოთა პერიოდში ძალიან უხარისხო ტურბაზებში და სანატორიუმებში რომელიც აქ იყო, მიიღებს სოფლიოში საუკეთესო შენობებში და როცა ამას ვამბობ, მე არაფერს არ ვაზვიადებ. აქ სადაც გევარ, ასეთი დონის შენობა თურქეთში შეიძლება არის 1-2, ნიცაში და კანში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ეს ძველი შენობებია, ნუ ახლა გასაგებია და დუბაიშიც არის 4-5. შავ ზღვაზე არ არის არსად. მათ შორის თელ თურქეთში, შავი ზღვის პირებზე, რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ბულგარეთში. და აქ განვითარება უნდა შექმნას
ეკონომიკური ბრუნვა. და არა პირიქით, მოდი ჯერ ეკონომიკა განვიმჯობესდეს და მერე ჩვენ განვითარებთ. პირიქით, ჩვენ უნდა გავხდეთ ეკონომიკის გაუმჯობესების მამოძრავებელი ლოკომოტივი, მთავრობა და კერძო სექტორი. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. რამდენიმე ფაქტორია, ეს არის ჩვენი მთავრობის ეფექტური მუშაობა ყველა დონეზე და ამბაქს რაც სულ დელეგირებას გავაკეთებ და ნათელი მაგალითი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ამის, თუმცა მე ვფიქრობ არის სხვა წარმატებული მაგალითები ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და რა თქმა უნდა თბილისში ძალიან ბევრი კი უნდა კეთდება და კი 10 ჯერ მეტი ამისთვის გასაკეთებელი. მეორე ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე სწორი მუშაობა იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ მოზიდვა საკრედიტო რესურსების და ზოგადად მოზიდვა ინტერესის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მესამედ და უმთავრესი რატომ ვითარდება ბათუმი ყველაზე კარგად ამ ეტაპზე? ბათუმში არ დგას არც ერთი საკანი. გააქვს საკანი სად? არა ხო? საკანი არ არის არც ერთი. და 50 სასტუმრო შენდება და სხვა სახლი. მარტო ქალაქის ცენტრში. და იქ სადაც არის საკნები, არაფერი არ შენდება. უნდა ავირჩიოთ გვინდა საკნების აშენება თუ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების, რომელიც დაასაქმებს ათასობით ჩვენ მოქალაქეს და ასობით მილიონს შეიტანს ჩვენ ბიუჯეტში. აი ეს არის არჩევანი, რომელიც აქვს ჩვენ საზოგადოებას. უნდა ავირჩიოთ ჩვენ რა გვაქვს. აი დახეთ დაზღვევის პროგრამა, ეს არის მეორე დიდი პროგრამა, რომელიც არის მთავრობის. დაზღვევის პროგრამა ჩვენ დავიწყეთ თებერვლის თვეში, ხო რეალურად? მარტში. მარტი, აპრილი, მაისი თლიანად გაჭედილი იყო. წყინვალე პროგრამა. პრაქტიკულად არავინ არ ეზღუოდა. ახლა დღეში ვაზღოთ 2-3 მეც ვიდრე როდესმე ეს წარმოგვედგინა და 1000-ზე მეტ კაც დღეში და ავედით ახლა 70-70-ზე ვართ ხო პრაქტიკულად ასური და ავალთ 100-ზე და მერე ნუ წელს ალბათ ეს პროგრამა შეჩერდება. რატო იცით? იმიტომ რომ ხალხმა დაიჯერა ისევ სტაბილურობის და დაიჯერა განვითარების. დაიჯერა რომ ქალაქი არ მოკვდა, ქვეყანა არ გარდაიცვალა, ეკონომიკა არ მოიკეტა, მთავრობა არ დაემხო და ჩვენ არ დაუბრუნდით 91-92 წელს. აი ეს არის კიდევ ალბათ ესეც გასავლელი იყო და ჩვენ ამაზე ყველაზე ერთად ავიცარეთ. მაგრამ მე მინდა ამასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი რაღაცა კარგად გვესმოდეს. დღეს ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ეკონომიკაში. ეკონომიკის ჩამოშლაზე ყველაზე მეტად იმუშავა ჩვენო მოწინააღმდეგე. გაიხსენეთ 2005 წელს ჩვენ გაგვითიშეს გაზი და დენი, იმიტომ რომ ებან დაარტყა ეკონომიკას. 2006-ში ჩვენ დაგვიკეტეს ჩვენი მთავარი ბაზარი და ჩათვალეს რომ ეს ჩამოშლიდა საქართველოს ეკონომიკას მთლიანად. ჩვენ გავერთიანდით, ჩვენი ხალხი დადგა მაგრად და რეალურად საქართველოს მიუხედავად ისე რომ ძალიან დაზარალდა მთელი რიგი სექტორები, მოახერხა ეკონომიკურ განვითარების ბევრად პროჩქარი ტემპით გაგრძელება, ვიდრე ეს ქონდა რუსეთს, რომელმაც ეს ყველაფერი წაგვართვა და ჩაგვიკეტა. 2007-ში ჩვენ მოგვიწყეს უამრავი პროვოკაციები, დაბომბები კოდორში. სხვადასხვა ნეგატიური პროპაგანდისტული შეტევები სოფლიო მედიაში. იმისათვის რომ არავის არ ჩაედო ფული და ეს ხო ფული, როცა ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაედო საქართველოში, თელ პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე. და ბოლოს ორი წითელუბაში დაბომბა და კოდორიც ვახსენ წითელუბაში დაბომბა ასევე და 2000 და როცა ამან ყველაფერმა არ იმუშავა 2008 წელს საქართველოს შემოიჭრა 100,000-იანი არმია 2000-ზე მეტი ჯავშან ტექნიკით ბომბავდა 200 თვითმფრინავი და გადაწყვეტეს რომ აი თუ რამე და ეს ნამდვილად დაანგრევდა და მოშლიდა საქართველოს და ეს ამწეკრანები ამუშავდა ამ ომის შემდეგ. აი ეს არის სიცოცხლის უნარიანობა საქართველოს და თავისუფლების მოყვარე ნიჭიერი შრომის მოყვარე ეფექტური ერის. და მე მინდა ყველამ გავაცნობიეროთ რა ინტერესი აქვს დღეს ჩვენ მოწინააღმდეგეს. იმიტომ რომ მე მინდა ამ თემას დაუბრუნდე, მე არ მინდა რომ ეს თემა ჩაიფარწოს. ჩვენ ბოლო დღეებში ვართ ბოლო კვირებში მოწმე იმისა როგორ დადიან ზოგიერთი მოღვაწეები ქართველი პოლიტიკოსები ბჭყალებში და ემათხოვრებიან საქართველოს წერს ფულს თავისი პოლიტიკური საქმიანობისთვის. და მოდით
ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეა აქ საუბარი. ეს რო 100-ია, ეს მე მგონი ეჭვს აღარ იწვევს, იმიტომ რომ თვითონაც აცხადებდნენ ამის შესახებ. როდესაც პირველად შეომჩნიეთ ჩვენი ესათვის ცნობილი მოღვაწე საქართველოს დაპატრონების სრულ ჯაყოსთან, მაშინ მათი პირველი რეაქცია იყო, რომ ეს ის არ არის, თქვენ რომ გონიათ. და იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის მონტაჟი, ეს არის პროვოკაცია, გეგონება ეს არის მერაბიშვილის დადგმული, გეგონება საქართველოს სპეცსამსახურები უფრო მძლავრია, ვიდრე როდესმე KGB, მოსადი და ცენტრალური სადაზვერვო ბიურო იყვნენ ერთად აღებული. და მერე უკვე რამდენიმე ხნის შემდეგ თქვენს კი მეორედ რო დავინახეთ, მესამე ჯაყო როცა უკვე გამოჩნდა ღიად ყველას თვალწინ ამ ჩვენ პოლიტიკოსებთან, მე თქვენს აწი შეგვეთ, აწი ჩვენ დიახაც რომ ურთიერთობა გქონდეს ჯაყოსთან, ჯაყოც არის ამ ყველაფრის ნაწილი. ჩვენ გქონდა ჯაყოსთან პირადი შეხვედრები. ეს ჯაყო მე კოლექტიურ სახელს ვეძახით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ზუსტად ახასიათებს იმასთან, რაც დღეს არის ჩვენთან მიმართებაში ჩვენი მოწინააღმდეგე. რომელსაც გადაწყვიტა დაეპატრონოს ჩვენ სახკარს, რომელსაც გადაწყვიტა შიგნიდან დაიკავოს პოზიციები ჩვენს ოჯახში, ჩვენ სახლში, ჩვენ საქართველოში. რომელსაც უკვე წაგვართვა ჩვენი სახლის ნაწილი და ახლა ცდილობს თლიანად წაგვართვას დანარჩენიც. და გვეუბნებიან, რა ვქნათ, ჩვენ დავდივართ, ჩვენ აწი შეგვეთ, რომ ეს არის ზოგი პირველად მესმის, რომ შენი ქვეყნის დანგრევის სურველი ტერს შენ ეძახოდე ინვესტორს და სპონსორს. ეს რაღაც ახალი დასახელება ამ ტრის. ინვესტორი და სპონსორი. და ამავე დროს სპობდა ყველა ინვესტიციის შანსს მუდმივი ტელეპროპაგანდით და მუდმივი შეშინებით ყველა შესაძლო ინვესტორის. რა ვიცი, მე რამდენი ინვესტორთან მქონდა შეხვედრა წინა თვეებში, იმის შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალა, რა თქმა უნდა. იმდენი მოვარდა რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომ ეს ჩაეშალათ. მაგრამ თურმე ინვესტორები და სპონსორები ესენი არიან ის ხალხი, ვინც პირდაპირ დაკავშირებული კრემლთან. მოდით ახლა ვთქვათ, რაზეა საუბარი. რა ინტერესი აქვს ორი საქართველოში საქართველოს ტერს? პირველი ეს არის ის, რომ მან მოახდინა ოკუპაცია საერთაშორისო აგრესიის და ინტერვენციის გზით სუვერენული ქვეყნის განუყოფელი ნაწილის ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი შავი ზღვისპირეთის 2/3 აგერ უყურებთ ჩვენ ოკუპირებულ ნაწილს და ჩვენი დედაქალაქის უშუალო სიახლოვეში განალაგა თავისი სამხედრო ტექნიკა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ეს დაგმო ერთნიშნულად დაიკავა საქართველოს ხარეთ. ერთადერთი შანსი ყვავისთვის რომ გაცეცდეს არის ის, რომ თუ საქართველო თვითონ იტყვის, რომ თვითონ არის დამნაშავე. ახლა სხვანაირად ყველამ თქვა, რომ საქართველო არის მართალი. ყველა კომისია, რომელიც აქამდე შეიქმნა, ასე თუ ისე ავტორიტეტული ეს თქვა და ყველა რომელიც ახლა მუშაობს და კიდე იტყვის, ვისაც რა იმედებიც არ მოგქონდეს, მინდა გარანტია მოგცეთ, რომ იტყვის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. მაგრამ ჩვენ გვყავს, გუშინ იყო ანდრეი ლარიონოვი. უკვე რუსეთშიც კი, ნუ არ ვიცი, ვინ ეკავს მოსკოვში, მაგრამ ჩვენ არ ვეკავთ ზუსტად ვიცი. 90% იძახის, რომ რუსეთი იყო აგრესორი, რუსეთი იყო დამნაშავე, რუსეთი იყო ყველაფერში ბრალეული. და საქართველოს ყავს ადამიანები, რომელიც იძახიან, რომ უნდა საქართველოს მართვა და იძახიან, რომ საქართველოს იყო დამნაშავე, საქართველოს მთავრობა იყო დამნაშავე. არ ვიცი, მე შეიძლება რაღაც არასწორ ოჯახში ავიზარდე და არასწორ წიგნებზე, მაგრამ ისტორიულად ასეთ საქციელს ერთი სიტყვა ეწოდებოდა, რომელსაც ახლა არ ვახსენებ. და ასეთ ადამიანებს, ვინც ამისთან ამის აკეთებდნენ, ასევე ეწოდებოდა ამ ზედსართავი ამ ერთ სიტყვის გამოყენების, ასევე ზუსტად ერთი სიტყვა. სხვა სიტყვა ამას არ აქვს. ტერი არ არის სპონსორი და ინვესტორი და ვინც ასეთ საქციელს ჩადის, ის არ არის პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ან მიმოხილველი, ის არის ამ სიტყვის გამომხატველი, რომელსაც კიდევ ერთხელ მეორე მე ახლა ხმამაღლა არ ვიტყვი. მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, რომელ სიტყვაზეა საუბარი. და რა მოქმედებაზეა საუბარი საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში. და მეორე ინტერესი ჩვენი მტრის. ეს არის საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა
საქართველოს ეკონომიკის შიგიდან დანგრევა იმისათვის რომ ქართულ ხალხს წაუხდეს სურვილი დღევანდელი და ხვალინდელი დღის. იმ პირობებში როცა ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვიწევს გახმარებას, იმ პირობებში როცა ყველა ინვესტორი დარწმუნდა და აქ არის ხალხი მიყვებოდნენ ამასთანავე რომ ომის დღეებში მოაწერეს რამდენიმე მნიშვნელოვან კონტრაქტს ხელი. იმიტომ რომ მათ აქ განუსაზღვრელი წვენა იმისა რომ ჩვენ გვაქვს წვენა საკუთარი თავის. რომ ჩვენ გვაქვს წვენა საკუთარი რესურსების, ჩვენ ქართულ ხალხს და ჩვენ საქართველოს მთავრობას. აი ამ პირობებში მუდმივი ძახილი ეკონომიკის საბოტირებას და ლაპარაკი. ეს სხვა არაფერი არ არის თუ არა პირდაპირი გატარება იმ პოლიტიკის, რომელიც უნდა საქართველოს მოწინააღმდეგეს, რომ ჩვენ შიგიდან დავიშალოთ გავნადგურდეთ. იმიტომ რომ საქართველოს თუ განვითარდა, რომელიც ჩვენი ტერიტორიის შემნარჩუნებელი არის ეს 21 საუკუნის დაცემელი. ეს ხო საბჭოთა კავშირი არ არის მართლა, საბჭოთა კავშირმა 40 წელი ძლივს გაიტანა და ბოლოს ჩამოიშალა დაპყრობილი ბერლინი. და თან სულ სხვა სიტუაციაში დაპყრობილი მინდა შეგახსენოთ. აქ დღისით, ზისით შემოგეჭრა ოჯახში. ეპატრონება შენს ოჯახს, შენს ქონებას. და ახლა ასეთ ყოველ ასეთ ჯაყოზე სოფლიოში არის რამდენიმე პოლიცია, რომელიც ადრე თუ გვია როგორ ღონიერიც არ უნდა იყოს ჯაყო, მას აუცილებლად მოუვლის. თუ რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ არ ჩავიწერთ მას ოჯახში და თვითონ არ ჩავიხუტებთ გულში. თუ თვითონ არ გავუღებთ კარებს, ან ჩვენ თვითონ არ შემოაძვრეთ ფანჯრი და როგორც აქტიური ცდილობა ამის ზოგიერთ ჩვენ ვაჟბატონს თუ ქალბატონს გააჩნია. მეტი რა არ ვიცი ადამიანმა რა უნდა ჩაიდინოს სუდი იმის გარდა, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში უყურებთ. რა არის კიდე ადამიანის უარყოფითად მახასიათებელი თუ არა ის ქმედება, რასაც არა მხოლოდ აღარ იმალება უკვე, არამედ ღიათავო კი ამას ვაკეთებ. მე რა ამიტომ მე მინდა უთხრა ყველას არაფერიც მაგათ არ გამოუვიდათ ბოლო თვეებში და არ გამოვათ აწი მით უმეტეს. იმიტომ რომ ყველას გაერთიანდა უკვე. წარმოგიდგენთ, გუშინ შევხედე მოსკოვში შეიკრიფა ეს რა ვიცი რა საეჭვო ჯგუფი ქართული გვარის და სახელის მატარებელი ქართულად ცოტა აქცენტით მოლაპარაკე ჩვენი თანამემამულეების და მაგრამ მე იქ ნახე შევხვდა რომ საინტერესო სახეები დავინახე. მე მინდა ჯერერთი მინდა თქვა რომ იქ არ იყო არც ერთი რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი. მოსკოვში ყველა საუკეთესო საავადმყოფოების მთავარი ექიმები არიან ქართველები. ხელოვნების სფეროში ყველა ეს წარმატებული ხალხი. ერთ-ერთი ყველა წარმატებული, თუ ყველა ეს წარმატებული არიან ქართველები. ბიზნესში არიან ქართველები. განათლების სისტემაში არიან ქართველები. მეტროს მოსკოვის აშენებენ ქართველები. გზებს მოსკოვში, მათ შორის ჩვენ გარშემო ჩილოკავკასიაში აშენებენ ქართველები. არც ერთი ეს ადამიანი არასოდეს არ აღმართავს ხელს საკუთარ ქვეყნის წინააღმდეგ. ვინ შეკრიფეს? ისევ ძველი კგბ-ს ნომენკლატურა. და მე გუშინ რო შევხედე, მივხვდი რამდენად შორს და რამდენად მაგრა განვითარდა ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ გუშინ იქ იჯდა ერთი ძველი კგბ-შნიკი, ცოტა დაბერებულად წვერი მოუშვია, რომელიც იყო 8 წლის განმავლობაში შევარდნაძის ესე იგი საქართველოს ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიუ-იორკში. ოფიციალურად კგბ-ს პოლკოვნიკი არასოდეს თვითონ კი იძახოდა გენერალი ვარ, მაგრამ დავადგინეთ რომ პოლკოვნიკი იყო. ეხლა შეიძლება მიანიჭეს გენერალობა, არ ვიცი. და ჩვენის მისია გაეროში იჯდა რუსეთის მისიის შენობაში. რუსეთის ელჩი იჯდა მე-7 სართულზე, ჩვენ თუ არ ვსე მე-6 სართულზე, მე ვარ ნამყოფი, იმიტომ ნიუ-იორკში ვსწავლობდი. რა თქმა უნდა, საქართველოს მისია იყო და ნამყოფი ვარ. და სელექტორის დააჭერდა, აღარც მოსმენაც არ ჭირდებოდა. ხრელი რო ამოეღრუტუნა იატაკში მოისმენ და ესენი რას ლაპარაკობენ, მაგრამ ცუდი რა უნდა ელაპარაკათ, მათი თანამშრომლები იყვნენ. დააჭერდა ესე სელექტორზე ხელს და დაიბარებდა ჩვენელ ჯეთს. ზემოთ ეს არის ის პერიოდი, როცა ჩვენ მოვაწერეთ ხელი რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას აფხაზეთში, რომლითაც დაუკანონეთ მათ აფხაზეთის ტერიტორია მაშინ. იმიტომ რანაირი 40,000 აფხაზი, რომელი ამ 230 კილომეტრში სავიზღვისპირეთის შემნარჩუნებელი იყო, აქეთ რუსები რო არ დამდგარიყვნენ. და რუსები დადგებოდნენ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ამას დავეთანხმობთ. ასეთი იყო გაეროს მანდატი. და ჩვენ მოვაწერეთ ყველაზე უფრო სულელურ ხელშეკრულებას, ხელი რომელიც როდესმე შეგვიძლია წარმოგვედგინა.
და რა გიკვირთ? კგბ-ს პოლკოვნიკი იყო ჩვენი ელჩი გაეროში. და ეს რო აღარა აქვთ. და ეხა ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭომ პირველად რაც მე მახსოვს, რომ დაიკავა ყველაზე უფრო პრინციპული პოზიცია რაც წარმოგიდგენა, ეს არის რომ ამწარებთ. აღმოჩნდა რომ საქართველოს მართლა მიდის და მართლა ხდება დამოუკიდებელი. მართლა გაუჩნდა საერთაშორისო პრესაში. ამიტომ ყველა დონის, ყველა დროის კგბ-შნიკი. ყველა დროის კორუმპირებული ძველი ელიტის წარმოადგენელი. ყველა დროის ზოგჯერ პატრიოტული ლოზუნგების შეიარაღებული, მაგრამ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ელემენტი ახლა ისტორიულად ერთიანდება იქნება აი ახლა ბოლო გაბრძოლება რამე გამოვიდეს. ეს ჩვენი სიძლიერის ნიშანი უფრო ამ ეტაპზე ვიდრე ჩვენი სისუსტის. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მცდელობა საქართველოს შიგნით ჩამოშლის, ციხის შიგნიდან გატეხვის, ჩვენი კონსოლიდაციის შერყევის, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის იმ ხალხის, ვინც ამ ქვეყანაში იღებს გადაწყვეტილებას, არა ის, ვინც ტელევიზორში ყოველდღე ჩანს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას რეალურად ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მათი გაუცხოების ჩვენი ხალხისგან, ჩვენი საზოგადოებისგან. პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის ყველა მცდელობა ახლა პრაქტიკულად არის განწირული დასამარცხებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ აგვაქვს ეკონომიკური პრობლემები. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს ძალიან უჭერს. რა თქმა უნდა, ძალიან უჭერს მათ შორის ქართულ ბიზნესაც, რომელიც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი განვითარების. რა თქმა უნდა, როგორც არასდროს ჩვენ ახლა გვჭირდება ხელდაკაპიტებული მუშაობა დღე და ღამე იმისათვის, რომ ბიზნესი გამოვკაჩოთ და ეკონომიკა წავიდეს წინ. მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახული. ყველა სტერეოტიპი, რომელიც არსებობდა საქართველოში, რომ ქართველები თვითონ დაანგრევენ საკუთარ ქვეყანას. ქართველები თვითონ დაერევენ ერთმანეთს. საკმარისია ქუჩაში დაიწყოს არეულობა, მთავრობა დაუშვებს შეცდომებს, დაიღრება სისხლი და დაიწყება სამოქალაქო ომი, რომელიც ბოლოს მოუღებს ამ ქვეყანას. საკმარისია ცოტა წავიმუშაოთ და ისევ გამწოდება რეგიონალური სეპარატიზმი. საკმარისია ცოტა ფული ჩავყაროთ და ისეთ ამბებს ააგორებენ. იმდენ ხალხს მოისყიდიან. ისიაურებენ ხალხს twins, რომ ეგრევე ეს ცხელი და თავგაცხელებული და გაუაზრებელი ქართველები ყველა ჩვენ დაკრულზე დაიწყებენ ცეკვას, როგორც ამას აკეთებდნენ ზოგიერთ დროს წარსულ ეპოქებში. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს კგბ-ს წინასწარი მომზადებული სქემები. მთელი ეს წინასწარი სტერეოტიპები, რომელიც მათ ჰქონდათ. მთელი ეს წარმოდგენები, რომ კავკასიაში ვერასოდეს ვერ შეიქმნებოდა სახელმწიფო, ეს რაღაც ანომალია პატარა, ეს ყველაფერი ბუშის მოგონილია ვითომ, რაც საქართველოს ხდებოდა, ეხლა ბუშს წავიდა, ცოტა მივაწვევით და ჩამოიშლებიან. ნუ რას უკაცრავად, ახლა ჩვენ გვაქვს უფრო მეტი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების, ვიდრე როდის მე მქონდა თუნდაც გასული წლის ომის წინ. მე არ მინახია ამდენი სტატია პოზიტიური საქართველოს იმ პირობებში, როცა რუსეთი ხარჯავს ყოველთვის ათეულობით მილიონ დოლარს მარტო იმაზე, რომ საქართველოს დაიწეროს ცუდი სტატია. და მასალად რას იყენებენ? ჩვენი ზოგიერთი ადგილობრივი მოღვაწის ციტირებას, რა თქმა უნდა. ოღონდ დაუკვეთე და ნებისმიერ ციტატას მოქცევენ. დაწყებული იმიდან, რომ ჩვენ ვართ სისხლისმელი ომის დამწყებები და გენოციდის მომწყობები და დამთავრებული იმით, რომ ჩვენზე უფრო სისხლიანი დიქტატურა სოფლიოში არ დაიარება. მაგრამ ეს არის ყოველი 10 სტატიიდან ერთი ასეთი მიდის. დანარჩენ 9 სტატიაში წერია სიმართლე. და სიმართლე არის ის, რომ ჩვენ პირველად მრავალი ასწლეულის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ქართკახეთი არსებობდა მე-19 საუკუნემდე, მაგრამ ერთიანი საქართველო არ ყოფილა მრავალი ასწლეულის განმავლობაში. თუნდაც აქ საქართველო არ ყოფილა მრავალი ასწლეულის განმავლობაში, სადაც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ შევქმნით ჩვენი დროის თანამედროვე სახელმწიფო, იმიტომ რომ იმ დროში მაშინდელი თანამედროვე სახელმწიფოები იყო. ეს სახელმწიფო არის ევროპული დონის, ეს სახელმწიფო არის, რა თქმა უნდა, გამონაკრისი ჩვენ რეგიონში. და ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ არის დემოკრატია, რომელსაც შეუძლია ერთი ხელით ტერი მოიგერიოს და გუშინ ნახეთ, რა თქვა ილარიონომ. 120,000 ადამიანი მონაწილეობდა საერთაშორისო საქართველოს ოპერაციაში. ჩვენი ჯარი იყო 12,000 კაცი. 10 ერთზე ქონდათ უპირატესობა მარტო ცოცხალი ძალით. 200 თვითმფრინავი ბომბავდა. ჩვენ საერთოდ არ ყავდა ამ დონის თვითმფრინავები. ჩავშან ტექნიკა შემოვიდა 20 ჯერ მეტი. მეტი უბრალოდ არ ეტევა ჩვენ მიწაზე. და რა თქმა უნდა, ამის ნახევარი შევიდა ავღანეთში. ამის ნახევარი შევიდა თავიდან უნგრეთში. ამის მე-13 შევიდა თავიდან ჩეხოსლოვაკიასა და სამივე ქვეყანა მიწასთან გაასწორეს ბოლომდე.
დღეს ჩვენ გავართ და ვისე ვითარდებით. თვალებს არ უჯერებს არავინ ვინ ჩამოდის რამდენიმე თვის შემდეგ ომის შემდეგ. და აი ეს არის როცა შეხარ მართალი და როცა შენ გაგწმენა საკუთარი თავის და საკუთარი მომავლის. მე მინდა ყველას გქონდეს გაცნობიერებული რომ ჩვენ არა უბრალოდ მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობთ, ჩვენ რეალურად მუშაობთ იმაზე რომ საქართველოს გადარჩეს, საქართველოს გაძლიერდეს და საქართველოს გამძლიერდეს. და ამის გზა გადის ჩვენ განვითარებაზე და ჩვენ კარგ მუშაობაზე დღეს. და ჩვენს ეროვნულ კონსოლიდაციაზე გამომდინარე იმიდან რომ ჩვენ ხალხი დაინახავს ჩვენი მუშაობის შედეგებს. მე არ მინდა რომ ვიყო პათეტიური, მაგრამ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ხანდახან ჭეშმარიტება არის საკმაოდ მარტივი და ძალიან ნაცნობი ისტორიულად ჩვენი ქვეყნაში. ჩვენი უპირატესობა იცით რა არის? ჩვენ ვართ ძველიერი. და ჩვენ გვაქვს იმხელა ისტორიული გამოცდილება. გარეშე მტრებთა ბრძოლის. იმხელა ისტორიული გამოცდილება დიდი გმირობის ჩვენი ხალხის და ასევე ყველაზე უფრო გულისამრევი ღალატის ჩვენი ქართველი მოღვაწეების მხრიდან. მაგრამ ყოველ მოღალატეზე ყოველთვის იყო რამდენიმე პატრიოტი. საქართველოს იყო ყველაზე უფრო დიდი წვერვალების და ყველაზე უფრო სულდაბალი მოქმედებების ნარევი ყოველთვის. მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩებოდა ისინი რო ყოფილიყო უმრავლესობაში და ისინი ვერ დღეს ვერ იქნებიან უმრავლესობაში. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. სადაც უნდა შეიკრიფონ მოსკოვში, ბერლინში, ჩემ მშობლიურ კიევში თუ ნებისმიერ სხვა ადგილებში ან თუნდაც თბილისში რომელიმე ადგილზე. აი ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენ მაინც გავაგზავნებთ ჩვენს ხლას და ჩვენ რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ. ამაში საერთოდ ეჭვი არ მეყარება. მაგრამ მანამდე ამიგმუშავეთ კარგად შენებლობის სტიმულირების პროგრამა.